საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან. აქ შეკრებილი არიან სტუდენტები, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეუჩერდათ. ისინი აპროტესტებენ დედაქალაქის მერის მიერ იზანის ამგორის პროკურორის სტუდენტის შვილის 5400 ლარით დაფინანსების ფაქტს. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის ნიკა მელიაც, რომელმაც გუშინ გაასაჯაროვა დავით ნარმანიას მიერ ხელმოწერილი დაფინანსების ეს დოკუმენტი. ჩვენი ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში. ელისო, რა მოთხოვნები და რა კითხვები აქვს სტუდენტებს და პოლიტიკოსებს მთავარ პროკურატურასთან? დიახ, დღევანდელ აქციაზე შეკრებილები, აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ მიმართონ მთავარ პროკურორს მოთხოვნით, რომ პროკურორ გერგედავას შეუჩერდეს უფლებამოსილება, ვინაიდან აქ შეკრებილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროკურორმა ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურეობრივი მდგომარეობა და ნაცნობობა დავით ნარმანიასთან, რომ მოეპოვებინა მისი შვილისათვის დაფინანსება პარიზში სწავლისა და ცხოვრებისათვის. აქ არიან ასევე სტუდენტები, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული, ისინი აცხადებენ, რომ მერიისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად მათ დაფინანსება სწავლის გასაგრძელებლად ვერ მოიპოვეს. ოჯახური ფინანსური პრობლემების გამო მიმართეთ მერიას დეკემბრის თვეში მეორე კურსზე რო ვიყავი 2014 წელს, სანამ 15 შემოვიდება. და არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ იმის, რომ არ იმითხრეს, ზუსტად ვერ გეტყვით რა ეწერა, იმაში. სწავლის დაფინანსებას ითხოვთ? კი, 1125 ლარს. და უარი გითხრათ? კი, უარი. ძალიან ბევრი სტუდენტი იყო, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა და სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, მაგრამ მერიისგან იყო ასეთი პასუხი, რომ ეხმარებოდნენ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს და ის სტუდენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ამის გამო მათი პასუხი, ასე ვთქვათ, არ კმაყოფილდება იმით, რომ სწავლის ფული დაუფინანსონ. ჩვენ შეგვაქვს ოფიციალური განცხადება ბატონის შოთაძეს სახელზე, რომ მან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, არათაც სამწუხაროდ უღირსი პროკურორი მატყუარა პროკურორი გერგედავა, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა და შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას. რა უფლებით უნდა აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ პროკურორმა, ან როგორ უნდა ჩადგეს სახელმწიფო ბრალდების პოზიციაში ადამიანი, რომელმაც როცა დასჭირდა გახდა სოციალურად დაუცველი მისი მთელი ოჯახი და ნარმანიასთან მეგობრობა გამოიყენა იმისათვის, რომ ოჯახის წევრისთვის მაკდონალდსის ფული წამოიღო სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი. დედაქალაქის მერის მიერ ხელმოწერილი ამ დოკუმენტისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომ დაეფინანსებინა პროკურორის შვილის საცხოვრებელი ხარჯები პარიზში, ოპოზიციას მიაჩნია, რომ აუცილებელია დადგეს დავით ნარმანიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამ თემაზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა საკრებულოს უმრავლესობამაც. დეტალური განმარტება, რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, რატომ მიაჩნია სწორად ასეთი გადაწყვეტილება და ძალიან სამარცხვინოა, როდესაც თბილისის მერია საუბრობს ქვემდგომი თანამდებობის პირებზე, რიგით თანამშრომლებზე, თითქოს მათ დაუშვეს შეცდომა, თითქოს მათ გაეპარათ რაღაც და ახლა აპირებენ თანამდებობრივი პასუხისმგებლობა. მე პირადად რას ვხედავ ახლა, რაც მე ბავშვს დავაფინანსებ და რაც მე ბავშვი მიიღებს ამ იმას განათლებას, მე უკეთესია. 5553 ჩვენი თანამოქალაქე ახალგაზრდა, მათ შორის არის დაფინანსებული მაგ მუხლით. აქედან გამომდინარე, იმ სამსახურებს ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინც ამზადებდა აი ამ წინადადებას. თავად დედაქალაქის მერს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილი გახდა ის, რომ მერიაში დაწყებულია საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა.